Sao გადმოვიდოდი ამერიკაში, რა თქმა უნდა, პირველად უფრო სხვა სიტუაცია მიგონა, რომ ხდებოდა, ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ოდესმე ესე ახლოს ვიქნებოდი ჩემ კლასელებთან, როგორც ვარ ეხლა. შენ თქვი რა? კი, კაია. მე არავის არ ვიცოდი, მაგრამ გავიცანი ძალიან ბევრი ხალხი და ძალიან კაი ხალხი და კაია. აი ყველაზე კარგად მახსენდება მართლა AT Days პერიოდი, იმიტომ რომ აი რაც მთელი წელი არ ჩანდა რომ რაღაც მთელი კლასი ერთად ვიყავით, აი AT Days-ზე მართლა ყველა ვიკრიბებოდით. ირინა რო არ ყოლოდა, არ ვიცი როგორ შელებოდა. მაინც ხო ცოდით ოღონდ ერთმანეთს. კი, მაგრამ ნუ მაინც რაღაც ერთობა იყო და სულ ეგრე იყო, რომ არასდროს არაფერი არ ქონდა, ყველა კლასს ქონდა დეკორაციები, რაღაც მაინც ქონდა. ერთადერთი რაც ქონდა ხოლმე იყო ცეკვა და ბოლო წამამდე არც ვიდეო და არც დეკორაციები, არაფერი არ მქონია 4 წლის განმავლობაში და სულ ის იყო, რომ აი ჩვენთან შედიოდი და იმ კუთხეში რაღაცი და ამ კუთხეში რაღაცი და ჩვენთან არასდროს არაფერი არის და აი სოფმორობაში მახსოვს ყველაფერი აშენებული იყო და ჩვენ გვედო ერთი პალმა და ბიჭები წამოვიდნენ ჩემთან და გოგოები ირინასთან და მართლა მთელი ღამე ვაშენებდით და ეხლა ცხოვროზეც იგივე იყო ირინასთან მთელი ღამე და მაინც ვიგებდით. ძალიან კაი იყო. შეგვიძლია იმდენი რაღაცა ეთიდეები, იმიტომ რომ ჩვენ ხო ქართული ცეკვა ვისწავლეთ და მე ხო ზომბური ცეკვა ვისწავლეთ და მე ხო 1000 ადამიანი გავიცანი, თათუშამ გაიცნო ვიღაცა, არ ვიცი. ბაზრობებზე ხალხებს დაუმეგობდა და ვაჭრობა ვისწავლეთ, ბაზრობაზე როგორ და ისე დავიჩემეთ, თქვა კიდე ეგ მონიძება გაგვთ სკოლაში და კი. გავერკვეთ ყველაფერში საერთოდ. სახლის შენებაში გავერკვეთ, საღებავებში გავერკვეთ, ფასებში გავერკვეთ, აი ყველაფერში და ძალიან ბევრი რაღაც ჩამძინა მაგრამ ლედოთარა ფენომენალური კაცი. ოთარა არის რაცა. რო ვიწყებდით ხოლმე ეს დაგვილაგებდა და იწყებდა დათვლას ინგლისური არის. 1 2 3 4 პლაუ იწყებდა და რაღაცას ვერ უკრავდით. ესენი წაკაძე ბასი შეიტენა, სკრიპაჩი არის აზრი არ არის და მაგაზე დაცინოდნენ მე ბასი შეიტენა მაგაზეც ვერ უკრავდა. სახალისო და აი დრო იყო რა. და მოიცა ის გახსოვს რომ გადავარდა ეს სცენიდან? რო, უბრალოდ ზის რა. და ძალიან გაბრაზებულია, მოკლედ ნერვები მომშალეთ, მაგრამ და აი როგორი გაბრაზებული არის, იცი რომ ზემო მიტანეთ თქვენ და ასპირინი რო ცოტა დავწყნარდე და რაღაცა სკამზე ზის, უკან როიალი არის, თან სცენაზე მაღლა დგას და მოკლედ რაღაცაზე გაბრაზდა და აუ თქვენ მიხართო და უცებ წავიდა ზურგი. გადავარდა და კეთა ჩამოვარტყა პიანინოს. როია, და მე რეიტო საათნახევრის. თან ორჯერ გადავარდა, ანუ და იოაძის რო ეუბნებოდა შენგან. ნუ ამას საქმე. ოზიოს ბოს დავაყენეთ ხო ისეთი მოგეთ. ხონდა და ტყულა დადიოდა ხოლმე გვეტენებოდა საქმე არ ხონდა და მოკლედ ამგერებდა ოთარა იასნია ეუბნებოდა შენგან მაგარ მუსიკოს დავაყენე ხო მოკლედ 100 ლარიო გააკეთე თვეშიო და იმენა ოზიოს ბორნი გამოხვა. ლიზიც მაგდრეში იყო. მოკლედ რომში ჩავედით რა პირველი დღეა და აი ყველა ძალიან დაღლილები ვართ და ერთი სული გვაქვს როდის დავიძინებთ და იძლევს მოსაღამოვდა და აი free time გვაქვს და ეხლა მივიდივართ რომ დავწეს და დავწექით და აი მეორე დილას რო გგონია რომ გამოდრა კაკეთე მეორე დილას რო გგონია რომ გამოიძინებ რა აი ირინას ძინოს ეს თავგადაგდებული მკვდარებით თან წუწუნებს რომ დედიკო ძალიან სიბინძურეა და არ მინდა და აი ლიზის რა თქმა უნდა მითიშვილი არაფერი არ ესმის დილის 6 საათიდან ანა დავითაია კრუასონებით და პეჩენიებით ხელში ჩემ კარებთან ნიკო სათხარ ნიკუნა სად არის ჩემ კარებთან წავეძებდა ეხაც არ ვიცი მაგრამ აი დედა მომიკვირეს არ დამაძინა გოგომ რაც რომში ვიყავით მე მაგის გამო გადავედი სხვა ოთახში ნუ მარტო მაგის გამო არა მაგრამ მაგის გამო მაგრამ მე ხა ყველაზე კარგად მახსოვს ანა მორგოშეს როგორი ესე ექსპერიმენტებით ჩაუტარეს თან მაგ დროს რაღაც მანამდე რესტორანში ვიყავით საერთოდ ანა მორგოშე მუსუნა ღვინოს და ამ სუნის იმაზე იყო ძალიან დამძრალი იყო და რაღაცებს ყვებოდა რაღაც ჩაურება დათრა ხნოს და მე მივდივარ სასტუმროში და უცებ ხვდებენ ნუცა და მაშინ ეუბნებენ რომ ეხლა რაღაც ექსპერიმენტში უნდა მიიღო მონაწილეობა და ის აუცილებელია და შეყავ თავის ოთახში აფარებენ რაღაც შავ გადასაფარებელს და იწყებენ წრეზე წერას და რაღაც ესეთ ხმას ლა 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 აი რაღაც ესეთ ხმას გამოსწევენ და ლა 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 მაგრამ რომის პასტიკა კიდე განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ვერ ვიპოვეთ მენუცა და ირინა ვიყავით ერთად ოთახში და ვერ ვიპოვეთ საბანი. და თურმე იყო რაღაც კარადაში რაღაცა მოკლედ უცნაურ ადგილას შენახული და ვერ ვიპოვეთ ვერც ერთმა.
და 3 ღამე გვეძინა ტანსაცმლით ზემოდან ლოგინზე და მე რო წამოვედით და რო ვიწუწუნებდით რომ 3 ღამე ტანსაცმლით გვეძინა და თან მე ისე ტანსაცმელი არ მქონდა და ნუ მოკლედ რო დავიტანჯეთ თელმა კლასმა ისე დაგვრჩინა იმიტომ რომ ყველა მიპოვა საბანი ჩვენ გარდა და აღმოჩნდა ჩვენ რაღაც დებილები ვიყავით იმაში მოკლედ ყველაზე მაგრამ ახსენდება პარიზი იმიტომ რომ ჯერ ერთი ძლივს წავედით. ყველაფერი მაინც და მაინც მაშინ მოხდა. ჯერ იყო რომ ებოლას ეპიდემია დაიწყო და მშობლები იყვნენ პანიკაში და არ გვიშვებდნენ. მერე იყო რომ მაინც და მაინც ტერორისტული აქტები დაიწყო პარიზში, შარლი ებდოს ამბები და ჩვენ რო იქ ვიყავით, მაგ დროს ხდებოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ძლივს ჩავაღწიეთ და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო, რაც კლასთან ერთად ვქონია, აი სასწავლო მოგონებები დამრჩა პარიზიდან. აი ნუ ჩვენ მოვყვებით პარიზში და გავიპარეთ ერთხელ, ანუ ერთადერთხელ მართალია მასწავლებელმა არ იციან, არავინ არ იცის მე მგონი. ის გაყარეთ წარუმატებლად დამთავრდა სამწუხაროდ არ ვერაფერი ვერ ვქენით, მაგრამ ნუ ისტორია ძალიან სასაცილოა. მთელი დღე ვფიქრობთ, რომ ძალიან გვინდა და გაპაროა და აი ყველგან ჩვენ ვიყავით პირველ სართულზე ოთახში და ისე ვქოთ ჩვენ გარშემო იყო ჭიშკრის პონჩი რაღაცა და გვინდა რომ გადამძვალიყავით და იყ ყველა მხრიდან ზემოთ ავედით და ვათვალიერთ როგორ შეიძლება და გადაჭრემა რაღაცა და შანსი არ იყო და ანუ კონსიერჟი ვიც ყავდა კეტავდა ხოლმე კარებს და რაღაცა სწრანი ფიცარს თუ რაღაცას დევდა კარებში და ძალიან რთული იყო გაპაროცა მასწავლებელმა გავთხრა რომ არავინ არ გაუშვათო და აი მთელი ღამე ვფიქრობთ რომ ოთახში ვიყავით მე, ნუცა, ლიზი, სუხო და ელენე და ოღონდ თან ყველაზე აღსანიშნავი რაც იყო ამ ისტორიაში ერთადერთი ოთახი ჩვენი იყო რომელიც იყო პირველ სართულზე და რომელსაც ქონდა ესეთი აივანის ტიპის რაღაცა რომელსაც სადაც ეწყო ეს ძალიან ბევრი სკამები რომელსაც გადაძრომა მომენტი შეიძლება და სავარაუდოდ მაგრამ არა ავჯვერით და იქიდან დაიწყო მაგრამ სამწუხაროდ ეგეც წარუმატებლად დამთავრდა და ნუ ელენა მე წავედით უიმე ესე ვიყავით, ესე იგი წავედით ნინო ღამაშიძის ბლოკი, ავედით მონმარტზე და უცებ დაიწყო საშინელი წვიმა და ყველა გავარდით გარეთ ამ წვიმაში, ქოლგებით და ესე ტრიალებდით მონმარტის ქუჩებში ფოტოების გვაქვს ძალიან სასაცილო. წელი ჯურიზმ მქონდა ერთი და იგივე ამოცანა და ვერ ხვდებოდი რომ იგივე იყო და ესე შევდიოდი და ესე ხოვიდექი და ისე ემთხოვდა სულ მადლობა დათომას რომ მარტო დათომას სწავლებელი იყო ხოლმე ამ ჯურიზმზე და ესე დავიწყებდით ელენე let's go და მეც ესე უყებ 5 და yes good girl yes pass ელენე pass და ესე იყო და წინა დღეს მივდედი ხოლმე და ესე უწყედი დათომას მე თავს მათემატიკაში თუ და თელი ეს ჩვენს სამის მათემატიკის პრობლემები იცოდა თომას ყოლამ მოკლედ მთელი წელი ვცდილობდით რომ გოძი რამენერად აგვეყოლიებინო რომ გარეთ გავიყვანეთ და კალათბურთის ჩემპიონატი და კლასში ვართ 2 ბავშვი ეკონომიკის გაკვეთილია მე და შათო და ძალიან ვთხოვთ რომ იგი გაგვიყვანეს საბა და მეკო თამაშობდნენ და ნუ 1 საათის ფიქრის შემდეგ გავედით ახლა ვუყურებთ კალათბურთს და ვიწყებთ ეკონომიკური თვალსაზრისით კალათბურთის განხილვას და ანუ უცებ ჩანს რომ ანუ ხო უყურებენ კალათბურთს და ანი და გოძი ზემოთ დგანან და აი ძალიან ესე სერიოზული სახით არჩევენ იქ რა კუთხიდან ურტყავს და რა კუთხიდან აგდებს და ასე შემდეგ ფორმულებით და ფორმებით ან კიდე პლუს ყველაფერთან ერთად აი მე არასდროს არ დამავიწყდება წელს გოძის გაკვეთილზე კოსტას როგორ ექცეოდა გოძი განსაკუთრებით მეორე სემესტრში იმიტომ რომ როგორც არ უნდა დაეწერა და როგორც ყველა ნომერი არ უნდა დაეწერა და ყველა პლუს მინუსის სწორი უნდა ქონოდა და წერტილებიც კი სწორად უნდა ქონოდა დასმული მაინც უწერდა დავალების ბოლოს პლუს მინუს რაც ნიშნავს იმას რომ ბოლომდე არ ქონდა შესრულებული დავალება და კიდე სხვა ტექნიკური საგნები იყო მაგალითად გოციკა და მე შევდივართ ხო გოციკა და მე შევდივართ ქიმიაზე გოციკამ რაღაცა უნდა კითხოს მაგრამ სამივე კარგად ვწერთ ხოლმე თამარ მამულაშვილი რაღაცა უნდა კითხოს და მაგამდე თამარ მამულაშვილი არ მიცნობდა და შევიდა და შენ გიორგი ბერიძეს ვიღაცა ხომ არ ხარ და მეთქი კი ჩვენ ვართ მეთქი ბიძაშვილები ვართ ხო და რა საინტერესოა და გამოვედი მაგის მერე თურმე მაგის მერე გაარკვია და მოდის ისე მიყურებ და მე ვიცი რომ თქვენ ხართ ტყუპები მოკლედ არ დავავიწყდება არასდროს მე-9 კლასში ჩვენი მეგობარი ზუკაკა რო გააგდეთ იმისთვის რომ არ გაგეგდოთ რატომღაც ძალიან დიდი იმედი გქონდა რომ ვიდეოს რო გადავიღებდით არ გააგდებდით მე-9 კლასიდან მქონდა მაგის მიდრეკილები ხო მე-9 კლასიდან ვიდეოებისკენ მიდრეკილი ვიყავით და მოკლედ გადავიღეთ ძალიან ტრაგიკული ვიდეო რო აი მივცეთ ჩანსი გიორგის ნათელი მომავლისთვის რაღაცა ცოტა ტრაგედია რაღაც სიმღერა მუსიკა და ნუ აი ხალხი უცებ Facebook-ზე რომ დავდეთ ეს ვიდეო, ნუ აი ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ всё ზუკაკა აღარ მიდის სკოლიდან და უცებ აი ცოტა მოგდის ყველას მესიჯები, რომ აი
ბანკის ანგარიში მოგწერეთ, სად გადმოურიცხოთ ხოლმე, იმიტომ რომ ვიდეო იმდენად ტრაგიკული იყო, რომ აი ეგონათ რომ ან კი ბოჭირს, ან რაღაც კვდებოდა ეგონათ მოკლედ მე ღმერთო. Короче, ესე იგი სლოვაკეთში ვიყავი რა. ხო და ჩამოვედი, ახალი ჩამოსული ვარ ზაფხული. და ჩემთან ამოვიდა რა სახში. ფაშას არა, მე ფაშა, სალი, ანა და საბაი ვიყავით რა. ხო და რაღაცებს საუბრობთ რა, ესე ჩვენთვის რაღაც. და ნუ ანა ეხლა რა თქმა უნდა იქეთ უნდა გავიდეს და რაღაცა უნდა იტრიპაჩოს რა. და გამოიტანა ეხლა ჩემი ოთახიდან რაღაცა ისეთი რაც არ უნდა აიღო და უცებ ან გადაავით პროსტა ესე უთხარი რომ რა გადი შეუძდელოთ ხო და იქეთ მეთქი და მე შენ მოყევი მიდის. და მე ესე რაღაც გაბრაზდა რა უცებ რა და ეს დააგდო რაღაც პატარა ის იყო და შევარდა ამის ოთახში რა პროსტა აი ესე გავიდა რა. არც ფერხის ბაკონი და სახლის კარი გააყო. ხო და ოღონდ ჩვენ გოგონა წავიდა ვაფშე რა სახნე ვეძებ სახში და არსად არ არის რა. და იქიდან სალი მე ვიცნობ მაგას კარგად წავიდა ვარი ნერვიულოდა და თურმე შესვა ამის ოთახში. ჩაგეყილა კარადაში რა. და ჩვენ წავედით. უცებ ანა რეკავს ესე ჩუმად რომ არა რა უცებ ჩვენ რაღაც ჩავედით იქ ჭამეთ და 1-40 წუთის მერე ანა რეკავს ესე რა დებილივით რა ალო ეს მქონდა რეკავს და სათხართ მე სახში ვარ კარადაში ჩაგედი ერთი წამი მეცხრე კლასში სალი იყო ძალიან ცუდი ბავშვი რა მოკლედ სანამ ამერიკულში ჩავაბარებდით დავდიოდი სალისთან და მანჯოსთან ერთად ინგლისურზე მოკლედ რა ორი ერთმანეთზე უარესი აი სალი ყველასი პატაკარ დავსთემდა Facebook-ში დაგვამატერა და თავის სახელს უწერა და მე საშინელი ბავშვები არიან და მოკლედ ამერიკულში ვაბარებდით მაშას ვეუბნები რომ მეთქი სალი თქო ძალიან წეროა თქო და ძალიან მეშინია თქო და მე ზოგადად ვერ ვესწრობი ხოლმე ხალხს და ძალიან მეშინია და მოკლედ მაშას ვეუბნები რომ მეთქი ხო სკოლაში სალი რომ ესწრობა თქო ტიროს დავიწყებ ხოლმე თქო და შენ დავიწყებ მაშა ძალიან შემერთებით რა მე დაგიცავ და იცოდა ტექსტებს ამზადებს რა აი რას ვეტყვი სალის და მე და სალი ამასობაში დავმეგობრდი. ხო, ეხლა ძალიან გვიყვარს დობა გვაქვს. მაშინ ამიტომ არ მოუწია ჩემი დაცი. მოკლედ ვართ ნუცასთან და ვაკეთებ ქართულის პროექტს ერქვა სულელის სიშიშვე და უნდა მოგვემზადებინა სახელმძღვანელო თემაზე და ნუ მე მე 11 კლასის ბოლოს და აი რაღაც ძალიან ამაღლებულ თემებზე რო ვლაპარაკობთ და აი ძალიან როლებში რა ვარ შეჭრილები ჩვენ უკვე quote-ები რაღაც და იქით ზაზა ზის და თავისთვის სუსმე სიმღერებს. აღარ თელემით თელი შეგძნებით და თან მღერის. Stop telephoning. მე ოღონდ ზაზის ხმაზე ხო დადის ლეგენდები. იმიტომ რომ ეგეთი უნიკალური ხმა არავის აქვს. მე 10 კლასში მე და ზაბუკა ერთად ვიყავით ისტორიაზე და სულ ეჭვობებოდით ხოლმე ერთმანეთს. დღე არ გავიდოდა ის რომ რაღაცაზე არ შევკამათებულიყავით. და მოკლედ წლის ბოლოს ნინო მიწიშვილმა იცოდა ჩვენი ასეთი ურთიერთობის შესახებ და ნუ ჯურზე მაინც ერთად შეგვიყვანა. ამაგვანდა უკვე 9 საათი. შევდივარ მარიამ კვაზის და პირველი კადრი მახსოვს მარიამს გაფითრებული სახე და ტექსტი უდევს წინა. ანუ მარიამს გაფითრებული სახე ექნება, ესე იგი წარმოიდგინეთ ტექსტი როგორი ძნელი იყო და უცებ თანხმობ რომ 9 საათი ავაგვიანე ტექსტი არის ურთულესი ერთად ჯურ გასაკეთებია და ვარ მოკლედ მქონია რომ ჩავაფერებ, შეიძლება და ზუსტად ერთხელ მოვასწარე წაკითხვა იმ ტესტს და უცებ ტექსტზე შემორიცხული და გვეუბნება უკვე უნდა გამოხვიდეთ და შევდივარ ჯურიზე და ნუ ორივეს გონია უკვე რომ ჩვენი ტანდემი ვერ შედგება და იქნება კატასტროფა და ხედავთ რომ ქეთის ტურვაძის იქ და ნუ ველოდები რომ ძალიან მაგარი იქნება ჩვენ წავნებო და უცებ ისეთი მზერავის როლე ზაზას რომ იცოდა რომ რაღაცა უნდა გვექნა ეხლა და უცებ ანუ იწყებს მარიამმა დაიწყო და ისე მაგრა დაიწყო მარიამ მახსოვს რომ მეც ნახევრად იმპროვიზებულად ავყევი და ბოლოს ისე დამთავრდა ჯური და ნინო გვეუბნება რომ ისეთი მაგარი იყო რომ ეს ტექსტი არავის არ გაურჩევა პირველად მოგეთ იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული ტექსტი იყო და თავიდან გვეგონა რომ ირონიული იყო ეს ყოფილი იმიტომ რომ ეს ვერც წარმოვიდგენთ მანამ მოუდგენელი ტექსტი ძალიან სასწაული გოგო ანუ გოგოებს თავიდან ალბათ როგორც ყველა კლასში ჩვენც მე-9 კლასიდან რაღაც ბრძოლები რო არის ხოლმე რა რაღაცა ჯგუფად შეფრული ადამიანები და ერთმანეთთან ცოტა ანუ ესე კი კარგად არიან, მაგრამ ხო ხვდები ცოტა რაღაცა ინტროჟებით და აი ეს დღეებზე რო ხვდები რომ შენი კლასელია და ამდენი ხანი ერთად ხარ და ძალიან გიყვარს და ძალიან შენიანი არის და რაღაცა საერთო რაღაცას ინაწილებთ და მაინც რო ძალიან გიყვარს და მაინც რო ძალიან შენიანია. აი ეგეთმა დღეებმა ისე დაგვაახლოვა რომ ეს რაღაცა ჩვენი ბრძოლები კლასში და კონფლიქტები აღარ არსებობს. მოგვენატრება მაინც გოძის კლასზე. მე მომენატრება. კი, ანუ ძალიან მხიარული წელი გამოგვივიდა მაინც. მარინამას მთელი ჩემი ბლოკის ინტერდის ბლოკის სახელით ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ და თქვენ გქონიათ რკინის ნერვები. აი მართლა გეუბნებით ამდენი გაძლება და
აი მაშინ ხმები რო იყო ხოლმე რო ვაპაკუნებდით ეგენი ჩვენ ვიყავით ხოლმე და თქვენ რო იძახთით რომ ვინ აკაკუნებსო ჩვენი ის იყო მეთოდი იყო რომ ეს კაკუნი არ უნდა გაგვეჩერებინა და კიდე უნდა გვეკაკუნა და ესე იძახით ვინ აკაკუნებს და თან მაგის უნდა გვეკაკუნა და ძალიან დიდი ბოდიში მარინამას და მართლა თქვენ ყოფილ ხართ რკინის ქალი მართლა გეუბნებით ძალიან მეყვარხარ სხვანაირი ის აქ რა დატვირთვა აქ და სხვანაირი ემოცია აქ ესე ყველა ადამიანი რაღაც რო ერთობი და კომფორტულად რო გძნობ თავს ხო კარგია და შეიძლება ყველა ადამიანთან კარგი გამაი რაღაცა კლასი რო ის სხვა რაღაცა არის რა ამდენი ბავშვი ერთად შეიძლება ამდენი რაღაც რო გაქვს საერთოდ ხვდები ბოლოს რომ ყველაზე მეტად რაღაც ერთი დიდი ოჯახი ხარ